მოგესალმებით ძვირფასი ტელემაყურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ კუჭავა. დღეს ჩემი სტუმარი არის ექიმი ენდოკრინოლოგი ქალბატონი მარინა ყიფიანი. მოგესალმებით ქალბატონო მარინა. მოგესალმებით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზაქარია როჭკაშვილის გასტროენტეროლოგიურ კლინიკაში სკოლავში. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მისამართია ქალაქი თბილისი, სულხან-სინცაძის 73 ნომერი, ყოფილი საბურთალოს ქუჩა. იმისათვის, რომ ჩვენთან ექიმთან მოხდეთ კონსულტაციაზე, აუცილებელი არის წინასწარი რეგისტრაცია. კლინიკის ტელეფონის ნომრებია 596 34 50 593 30 32 ეს არის ტელეკომპანია პეგატივის საავტორო სამედიცინო გადაცემა ესკულაბი, რომელიც გადის ტრადიციულად 4 შაბათს, ტრადიციულად 20 საათზე. განმეორებით მოყვა შეგიძლიათ მეორე დღეს ან იმავე კვირის შაბათს ან კვირას. ვისაც ტელევიზიასთან წვდომა არ აქვს, შეგიძლიათ უყუროთ გადაცემას და გამოიყენოთ ინტერნეტ საიტი MyVideo-ს პეგატივის გვერდის ლაივ რეჟიმი. ასევე გადაცემა იწურთება YouTube არხის პეგატივის საავტორო გვერდზე და მას შესაძლოა ქალბატონო მარინა დღეს ვიწყებთ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ყველა მეგობრის და ყველა ჩვენი გადაცემის გამომწერის აუცილებელი ასე ვთქვათ მოწოდება ჩემი მხრიდან იქნება მათგანი, რომ ყველა მათგან არა მარტო უყუროს ამ გადაცემას, არამედ შეძლებს დაგვარად გააზიაროს, იმიტომ რომ გადაცემა, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, არის ძალიან საინტერესო თემაზე. მე ვიტყოდი ჩვენ დღეს ვეხებით ჩვენი ერის მომავალსაც კი გარკვეულწილად, იმიტომ რომ თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, ეხება რეპროდუქციულ სისტემას. და დღეს ჩვენისთანა პატარა ერისთვის ცოტა ისეთი შემოვიტანე, ასე ვთქვათ, ინტრიგა, მაგრამ ჩვენისთანა პატარა ერისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, იმიტომ რომ უშუალობა სტატისტიკით საკმაოდ ბევრ ოჯახს ასე ვთქვათ, პრობლემათა აქვს გადაიქცეული მრავალი წლის განმავლობაში და ხანდახან აი ამის მიზეზი თავი და თავი ენდოკრინული პათოლოგიებია. ამიტომაც ჩემი არჩევანი შემთხვევით არ იყო და გთხოვეთ თქვენ ქალბატონო მარინა ამ თემაზე გვესაუბრა. მე ვიცი რომ ჩვენი გადაცემა იქნება ძალიან არაორდინალური, იმიტომ რომ აი ესეთი შეჯვარება ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგიის იშვიათად ხდება. პრაქტიკულად მე სპეციალურად გადაცემის დაწყებამდე ვამოწმებდი იმ ვიდეოებს, რაც არის MyVideo-ზე, კიდაც სხვადასხვა ინტერნეტ საიტებში, Facebook-ზე, მათ შორის სოციალურ ქსელებში და ასეთი სტილის ვიდეოები ძალიან მწირია, ძალიან ხანმოკლე და ნაკლებ ინფორმატიული. ამიტომ დღეს ჩვენ რაღაც ისეთი შემაჯამებელი მისია გვაქვს, ასე ვთქვათ, შევეცადოთ მაინც ყოველ შემთხვევაში. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბარი გამოიწვევს რაღაცა მithქმა მოთქვას სამედიცინო საზოგადოებაში და სხვები მობაძავენ და შეავსებენ კიდევ უფრო მეტად. ეს ძალიან კარგი იქნება. მაშასე ჩემო ქართველებო, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ძალიან მინდა ყველამ გულგასმით მოგვისმინოთ, იმიტომ რომ დღეს ამ თემაზე ისაუბრებს არაჩვეულებრივი ადამიანი, პროფესიონალი, მე ქალბატონ მარინას უდიდეს პატივცემ, იმიტომ რომ იგი არა მარტო ექიმია, არამედ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია, მის ეს მრავალფერდა განათლება ჩემთვის ყოველთვის იმსახურებს ჩემი მხრიდან მეზეთკეთ პატივისცემას და მასაშე მოდი დავიწყოთ პირველი კითხვით ქალბატონო მარინა, რამდენად ხშირია უშუალობა ჰორმონალური დისბალანსის ფონზე და რომელი ენდოკრინული მიზეზები შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ უშუალობა დადგეს? დიდი მადლობა წარდგენისთვის, მართლა ძალიან საინტერესო თემაა, იმიტომ რომ მეც დამჭირდა ამაზე ძალიან ბევრი დაფიქრება, როგორ მიგვეწოდებინა, იმიტომ რომ ჩვენი დრო განსაზღვრელი არ არის და თემა კი მართლა ამოუწურავია და აქედან გამომდინარე, რაც შეეხება ჩვენი ერთ მე უფრო განვაზოგადებდი ეს კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ეს არის რეპროდუქციოლოგია. ანუ გამრავლება, რაც ეხება გამრავლებას, მაგრამ რა შეიძლება გამრავლება, აი თქვათ ეს ფუნქცია რომ ამოვაგდოთ, აი წარმოვიდგინოთ უბრალოდ რომ ამოვაგდე ეს ფუნქცია ადამიანს, მაშინ კაცობრიობა რამდენიმე ათეულ წელში უკვე აღარ არსებობს, ხო? მაგრამ გარდა იმისა, რომ რეპროდუქციოლოგია გამრავლებასთან არის დაკავშირებული, ის იმდენად გლობალური საკითხია და იმდენად ბევრ პრობლემას მოიცავს, რომ შეიძლება ვთქვათ სიცოცხლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, ვთქვათ ამ ფუნქციის ამოვარდნა შეიძლება დაკავშირებული იყოს სიცოცხლისთვის სახიფათო რაღაც ცვლილებებთან, რომელიც შეიძლება მიმდინარეობს ორგანიზმში და ადამიანმა ჯერ კიდევ არ საინტერესო პასაჟი იყოს სხვათა შორის. ამიტომ რაც შეეხება ენდოკრინოლოგია, როგორც ჩვენ თქვით თავიდანვე, როცა პირველი ჩვენი გადაცემა იყო და მე დირიჟორი ვუწოდე, ეს ჩემი გამონათქვამი არ არის. ჩემს დიდი ჩემი მასწავლებლების გამონათქვამი ენდოკრინოლოგია მართლა დირიჟორია, ის ძალიან ბევრ ფუნქციას დირიჟორს ორგანიზმში, ასე ვთქვათ, დაწყებული ძირითადი ცვლიდან და ასე შემდეგ. მაგრამ აი რაც შეეხება ადამიანის გამრავლების უნარს, აი აქ ძალიან დიდი როლი აქვს ენდოკრინოლოგიას.
მთელი სისტემა, ენდოკრინული სისტემა რო წარმოიქმნებს, რომელიც თავის ტვინიდან იწყება, შემდეგ მოიცავს ენდოკრინულ ჯირკვლებს და შემდეგ ის განსაზღვრავს ძალიან ბევრ ადამიანის ფუნქციას და უნარს, რომ ჯანმრთელად იცხოვროს და იფუნქციონიროს ორგანიზმმა. ესე იგი, ერთ-ერთ მიმართულებაც უმნიშვნელოვანესი ეს არის ადამიანის გამრავლების უნარი, რომელიც თავის ტვინიდან იღებს სათავეს ეს ასე ვთქვათ ხაზი, გონადოტროპინის ხაზს ეძახიან, ჰიპოფიზი ერთობა, ის მერე უკვე წარმოქმნის ისეთ ჰორმონებს, რომელიც უკვე სასქესო ჯირკვლებზე უშუალოდ მოქმედებს და უკვე შემდეგ იწყება აი ამ რეპროდუქციოლოგიასთან დაწყებული დაკავშირებული თემები. რაც შეეხება სხვა ჰორმონებს, ის სხვა ჰორმონებიც, თქვათ, სხვა ჯირკვლებზე, სხვა ენდოკრინულ ჯირკვლებზე მოქმედი ჰორმონებიც თავის ტვინიდან იღებს მათი სტიმულაცია სათავეს და აქედან გამომდინარე ისინი მოქმედებენ. თქვათ, კონკრეტულად რა შეიძლება ითქვას, თქვათ, აი რეპროდუქციოლოგიაზე ძალიან მოქმედებს, თქვათ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამართულობა. იმიტომ რომ როდესაც დაქვეითებულია ფუნქცია, ამ დროს ხდება ესეთი ცვლილებები ჰორმონალური, რომელიც უკვე რეპროდუქციოლოგიასაც აქვეითებს. კერძოდ ის აქვეითებს კვერცხუჯრედის წარმოქმნის უნარს, სპერმატოზოიდების წარმოქმნის უნარს და ასე შემდეგ. მარტო წარმოქმნის უნარი არა, შეიძლება თქვა წარმოქმნას კიდეც, მაგრამ მათი ფუნქცია არ იყოს თქვათ სრულყოფილი და აქედან გამომდინარე იყოს უნაყოფობის მიზეზი გახდეს. ასევე თქვათ მეტაბოლური სინდრომი, სიმსუქნე, გარდა ენდოკრინული სისტემის, თქვათ იგივე სტრეს ჰორმონები, რომლებიც ჭარბად გამოიყოფა, სტრესი ძალიან მოქმედებს და თქვათ აი სტატისტიკურად თუ იმსჯელებთ, თქვათ ანახევრებს სპერმატოზოიდების რაოდენობას, ასევე თქვათ კვერცხუჯრედის უნარს, რომ კვერცხუჯრედის წარმოქმნის უნარს, ასევე მოქმედებს ენდომეტრიუმზე და თქვათ ნაყოფის მიმაგრების უნარი ქვეითდება და ასე შემდეგ. გარდა ენდოკრინული პრობლემების შეიძლება განროლებაზე კიდევ სხვა პრობლემებიც მოქმედებს და უშუალოდ არიან როგორც არის თქვათ ანთებითი პროცესები, სხვადასხვა ტოქსიური გარემო, სტრესული გარემო და ასე შემდეგ. მოდნე ერთი საინტერესო ფრაზა თქვით, მე ჩავინიშნე მაშინვე პაციენტი როდესაც მოგმართავს წყვილი, მოდი წყვილზე ვისაუბროთ დღეს, იმიტომ რომ უშვილობა არ არის მხოლოდ ქალის მხრიდან, ეს პრობლემა ორივესთვის არის, წყვილისთვის არის. დიახ, და ყოველთვის არ გამიცდი ხოლმე, როდესაც მხოლოდ თან საოცრება ისე რომ ქალი იდანაშაულებს ყოველთვის თავს და გარემოც რაღაც ისეთ ამიცქმის რომ ქალმა იზრდეს თავი. ოჩახი ქალები პროფესია ადგილად აღარ უნდა. კი ბატონო და აღარ კი ბატონო არ უნდა დავნებდეთ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ქალს ხედავთ ირანშიც ამოიდგეს ენა. დიახ. სხვადასხვა ჩვენი გადაცემის ასე ვთქვათ თემის შერჩევაშიც კიდევ ერთი ქალბატონი დაგვეხმარა, ხო მართალია? ქალბატონი კეთის სურვილი იყო ამ თემაზე ჩაგვეწერა, მისი რჩევა იყო. დიდი მადლობა კეთი ამ არჩევანისთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო თემაა და მარინამ თქვა არაჩვეულებრივი ფრაზა, რომ უშვილობის უკან ხშირად დაავადება დგას და ხანდახან ადამიანი უშვილობის პრობლემასთან ბრძოლას იწყებს და იმის მერე აღმოაჩენს იქ უკან რა ხდება. აი ძალიან საინტერესო მომენტი იყო და ამას ესეთი კარგი ის უნდა გააზრება მართლაც ექიმურად, იმიტომ რომ ადამიანი რომელსაც თავი გონია ჯანმრთელი და ამბობს, რომ ჯანმრთელია და შვილი არ ყავს, ძალიან ხშირად ეს ასე არ არის, ხო მართალია და რაც უფრო განვითარდა მედიცინა, მით უფრო მეტად სპეციფიური კვლევები წამოვიდა და უფრო გამოიყო უმიზეზო უშვილობის, იდიოპათიური უშვილობის მიზეზები, უფრო და უფრო შემცირდა და ზოგადად ბევრი ექიმი თვლის, რომ ყველა იდიოპათიური დაავადების უკან რაღაცა მაინც დგას, უბრალოდ იმ მომენტისთვის მედიცინა ამას ვერ ფლობს, ხო მართალია. აქედან გამომდინარე, მოდით შევთანხმდეთ ერთ მთავარ პირობაზე, გადაცემის დასაწყისში, რომ უშვილობა არ არის მარტო ქალის პრობლემა და ის, რაზეც დღეს ქალბატონი მარინა ისაუბრებს, არ შეეხება მხოლოდ ქალბატონს, ასევე მამაკაცისთვისაც შეიძლება. თუმცა კვერცხუჯრედის წარმოქმნა, სპერმატოზოიდის წარმოქმნა სხვადასხვა მექანიზმით ხდება, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მიზეზი შეიძლება ქონდეს განსხვავებული, მაგრამ ენდოკრინული სისტემა ორივე მათგანს ძალიან სერიოზულად აკონტროლებს. თქვენ წეღან მარინას იერარქიულ, ასე ვთქვათ, განლაგებაზე გველაპარაკეთ ენდოკრინოლოგიის და
ძალიან საინტერესო ისა აქვს მართლა ესეთი მექანიზმი, რომელს იქვემდებარებს. პირველი რაც ამ ეტაპზე ვახსენეთ, მაინც იყო ფარისებრი ჯირკვალი, იმიტომ რომ რაღაცა საქართველოსთვის ეს დაავადებები ფარისებრი ჯირკვლის ერთგვარ წრეულად გადაიქცა. გარდა იმისა, რომ არის ენდემური კერა, დღეს აღმოჩნდა, რომ არც ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებები არ არის იშვიათი ხომართალია. და გამომდინარე შეიცვალა, მაგრამ სხვათა შორის იშვიათი იყო გაავთვისებიანება ფარისებრი ჯირკვლის წარმონაქმნებს, რომლებიც არის ფარისებრი ჯირკვალში, მაგრამ შემდეგ რაღაც სტატისტიკა შეიცვალა და ეხლა თუ დააკვირდით, ძალიან ხშირად ოპერაციაზე უშვებენ, იმიტომ რომ ჩნდება უკვე ესეთი სახიფათო ჩანართები. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებს კიდევ პროგრამებიც სულ არის ამაზე პროპაგანდა რომ გააგრძელოს, მაგრამ რატომღაც მაინც ესეთი საკმაოდ სწრაფი ძირითადად გამოირჩევა, როგორც გამიგია და ამდენად არის ფარისებრი ჯირკვალი. ამჯობინებენ ხოლმე, რომ რადიკალური ჩარევა და ანუ აღარ დიდხანს აღარც აკვირდებიან, თქვათ, ანუ რაღაც პერიოდი არის გონიურული დათქმული, რომ თქვათ 6 თვეში ერთხელ მოხდეს განმეორებითი კვლევა, მაგრამ თუ რაღაც პათოლოგიური უჯრედები შენიშნეს, ამჯობინებენ, რომ ამაზე კვლევა დაკვირვება აღარ გააგრძელონ და კი ბატონო, და ბარემ აქვე განმარტოთ. ვინაიდან ბევრი ადამიანი გვიყურებს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემად, შეიძლება თუ არა, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანმა სწორად მართვის იქნება ოპერაციის თუ ენდოკრინული ჩარევის მერე იყოლიო შვილი. იმ შემთხვევაში თუ პრობლემა მართულია. რა თქმა უნდა, ეცეთ რა არის. შეიძლება თქვათ შანს და დაფერმების შანსი კლებულობს, როცა ჰიპოთირეოზი არის ნამდვილად, იმიტომ რომ პროლაქტინემია, ჰიპერპროლაქტინემიას იწვევს. ისეთ რა ის უკვე თავის ტვინში მიდის, როდესაც ჰიპოთირეოზი არის, პროლაქტინის წარმოება აქტიურდება და ეს იწვევს ხოლმე შემდეგ დაფერმების თან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ ესეთ რა თუ თქვათ მსუბუქად გამოხატული ჰიპოთირეოზია შეიძლება თქვათ კიდევ დადგეს ორსულობა, მაგრამ მე უკვე თვითონ ორსულობის პერიოდის პრობლემები ჩნდება, თქვათ რამდენად ორსულობა მარტო დაორსულება არ არის, ხო მართალია, რამდენად შეინარჩუნებს ადამიანს. და ასევე თქვათ მე ჩვენ ვილაპარაკეთ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე, როდესაც საუბრობდით, რომ იოდით უზრუნველყოფა, რომ აუცილებელია, რომ იოდით უზრუნველყოფილი იყოს ორსულები იყვნენ, იმიტომ რომ ჩანასახიდანვე შემდგომ ენდოკრინული პათოლოგიების განვითარების თავიდან აწილების მიზნით აუცილებლად უნდა ხდებოდეს ამის კონტროლი ნეოგინეკოლოგების მიერ და უნდა ხდებოდეს სათანადო მომენტური გაზრდილია იოდზე მოთხოვნა, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჰიპოთირეოზის საფრთხე. თუმცა ხანდახან მაინც მიდის ორსულობა მშობიარობამდე, მაგრამ უკვე ნაყოფი იბადება თანდაყოლილი პრობლემა, რაც ასევე სერიოზული ენდოკრინული პრობლემაა ამ შემთხვევაში. შაქრიანი დიაბეტი, იგივე ჰიპერინსულინემია, და ასე შემდეგ ძალიან დიდი საფრთხეები არსებობს, თქვათ, დაფერმებასთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის მოშლასთან არის დაკავშირებული. კი ბატონო, აი ზუსტად ამ თემაზე მინდოდა გაგვრძელებინა, რა როლი აქვს თუნდაც ინსულინ რეზისტენტობას და პოლიკისტოზურ საკვერცხის სინდრომს, რომელიც სხვათა შორის მე უფრო იშვიათი მეგონა, მე რეალურად ოდესაც შევხვდი პაციენტებს ამ პოლიკისტოზზე, სხვათა შორის ყველა მათგანი პრაქტიკულად რეპროდუქციული ასაკის გოგონები იყვნენ და აღმოაჩინა, რომ გინეკოლოგების სწორს ამბობენ, ეს არ არის ისეთი იშვიათი პრობლემა, მე გარკვეულ ფსიქოლოგიურ პრობლემასაც იწვევს მათში, იმიტომ რომ ცვლილებები ვიზუალურადაც გამოიხატება ხო გარკვეულწილად. რამდენად დიდი როლი აკისრია ინსულინ რეზისტენტობასა და პოლიკისტოზების საკვერცხების სინდრომს, თუნდაც ოვულაციის დარღვევაში და აი უკვე დიახ, ესეთ რა, ну, სანამ პოლიკისტოზამდე მივართ, ირღვევა ჰორმონალური სურათი, რომელიც ნორმალური უნდა იყოს, თქვა, თავიდანვე როდესაც რეპროდუქციული პრობლემები იჩენს თავს და წყვილი მიდის ექიმთან, აღმოჩნდება შესაბამის ექიმთან, იწყება, თქვა, ძალიან ელემენტარული გამოკვლევები, თქვა, ჯერ მენსტრუალური ციკლის თან დაკავშირებული საკითხები, თქვა, რამდენად ის დროული იყო, რამდენად რეგულარული იყო, რამდენად არ იყო დაკავშირებული დისკომფორტთან და ასე შემდეგ. რაოდენობა, ასევე მამაკაცებთან დაკავშირებითაც არის ხოლმე შესაბამისი შეკითხვები.
და ესეთ რაღაც პერიოდები არსებობს, როგორ უნდა გავიკეთოთ ანალიზი, რამდენი ხანი უნდა იყოს, თქვათ და ასე შემდეგ. პოლიკისტოზი ესე უკვე დღეს განაჩენი არ არის, იმიტომ რომ ძალიან გააჩნია ჯერ ერთი ფორმას, რა ფორმით მიდის და შეიძლება თქვათ რაღაცა გარკვეული ქირურგიული ჩარევა დაჭირდეს, რაღაც ჰორმონალური კორექცია დაჭირდეს და თქვათ ჩვეულებრივად დგება ორსულობა, ისევე როგორც ენდომეტრიოზის დროს, რომელიც ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს შიდა ამოფენილურწოვანი ქსოვილის საშვილოსნოს გარე განვითარება და ამიტომ ის თავისთავად ქმნის პრობლემებს, მაგრამ დღეს ძალიან შორს წავიდა რეპროდუქციული მედიცინა და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი მეთოდები, თქვათ როგორც მედიკამენტოზური, ასევე თქვათ ოპერაციული და ასე შემდეგ კომბინირებული მეთოდები. ძალიან ბევრი თქვათ, მაგრამ აი ისეთ რა ასაკობრივი ცვლილებებიც უნდა გავითვალისწინოთ, შეიძლება არ იყოს რეპროდუქცია. უხუნებად გადაიქცა გვიანშვილის ყოლა და დღეს უკვე სულ უფრო და უფრო მეტი წვლილი მიმართავს იმას, რომ საკმაოდ დიდ ასაკში იყოლია შვილები. ეს გარკვეულწილად ენდოკრინოლოგის კიდევ ერთ თავსატეხს გიჩემთ, ხო? მაგრამ ის 35 წლამდე არ ითვლება ხანდაზმულად. არა, ბევრად დიდიც არის საუბარი აქ უკვე. აი მაგალითად მამის ჩემი ასაკის ქალბატონების ჩვენ შვილობას განვიხილავთ, თქვათ, აი თუ თქვათ 35 წლამდე 6 თვე დაუცველად რეგულარული, თქვათ, კვირაში 2-4-ჯერ აქტის შემთხვევაში არ დგება ორსულობა, 6 თვე შეიძლება ჩაითვალოს უშვილობად, ანუ უკვე პრობლემა და ექიმთან მიმართვის საფუძველი გახდეს, ხოლო 21 წელი, 35 წლამდე და 35 წლის შემდეგ უკვე 6 თვე არის, ამიტომ იცით რა, რაც უფრო ასაკი ემატება ქალს, თქვათ, ეს პრობლემა მით უფრო რთულად მოსავლელიც არის და უფრო იჩენს ხოლმე უფრო მეტად თავს და ამიტომ ორსულობაც უფრო იმიტომ რომ თქვათ ის საშუალებები რითიც თავს იცავენ ქალბატონები რომ თქვათ არასასურველი ორსულობისგან შემდეგ უკვე ხდება ხოლმე სასურველი ორსულობის ხელშემშლელი და ანუ ხშირ შემთხვევაში ეს იწევს ხოლმე, იმიტომ რომ ჰორმონალურია ის თქვათ პრეპარატებიც და მით უმეტეს როცა საუბარია ალბათ იმ ორსულობაზე, როდესაც იმ უშვილობაზე, როდესაც დედას უნდა რომ შვილი თვითონ ატაროს, ანუ კვერცხუჯრედიც მისი იყოს და ორსულობაც მის სხეულში მიდიოდეს. ეს დიდ ასაკში ცოტა უფრო გართულებულია, ხო მართალია, იმიტომ რომ ხანდახან ხო, მაგრამ მაგასაც აწარმოებ კითხულობდი და ძალიან საინტერესო რაღაც ის მივაგენი, რომ თქვათ ინვიტრო განაყოფიერების დროს, როდესაც თქვათ, ძალიან სულ ბოლო წერტილია ინვიტრო და ანხელოვნური განაყოფიერება და ინვიტრო განაყოფიერება გულისხმობს, რომ იღებენ კვერცხუჯრედს ქალისგან და შემდეგ ორგანიზმის გარეთ ხდება განაყოფიერება. სინჯარის ბავშვებს. დიახ, ახლა სპერმაზეც არის დამოკიდებული, ზოგადად თქვათ არ არის რაოდენობრივად. აი, რაც შეეხება სპერმას, მამაკაცების შემთხვევაში რამდენად მნიშვნელოვანია, მაგასაც გეტყვით, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ 1 მილილიტრ სპერმაში უნდა იყოს 15 მილიონი სპერმატოზოიდი, რომ ჩავთვალოთ, რომ ცოცხალი სპერმატოზოიდი, რომ ჩავთვალოთ, რომ ის ნორმალურია. და ანალიზის აღების დროს მინიმუმ მილილიტრ ნახევარი, ანუ ნახევარი ჩაის კოზის სპერმა მაინც უნდა, თუ ამას ვერ ვიღებთ, ესე იგი რაღაც პრობლემა აქვს მამაკაცს. და თუ ეს ავიღეთ 15 მილიონი, კი ვიტყვით, რომ ძალიან ბევრია. აქედან ნახევარს აქვს მოძრაობის სრულყოფილი უნარი და თქვენ წარმოგიდგენთ, მხოლოდ 4% აქედან, იმ ნახევრიდან, მხოლოდ 4%-ს გააჩნია უნარი, რომ გაანაყოფიეროს კვერცხუჯრედი. იმიტომ რომ იქ ლორწოვანი გარემოა, იქ ფორმასაც აქვს მნიშვნელობა სპერმატოზოიდს, არა მარტო ის, რომ როგორ მოძრაობს, არამედ როგორი ფორმა აქვს, მან უნდა შეძლოს შეღწევა კვერცხუჯრედში, რომ ის გაანაყოფიეროს. და ახლა უყურეთ რა ხდება, თქვათ, ინვიტრო გარეთ, ორგანიზმის გარეთ ხდება, ხო, განაყოფიერება. შეიძლება აქაც ორი გზა არსებობს, არის პირდაპირ თქვათ, ერთად ათავსებენ და თვითონ ახდენენ განაყოფიერებას. თუ სპერმატოზოიდი არ არის მოძრავი და ინაქტიურია და ასე შემდეგ, მაშინ ის პირდაპირ შეყავთ უკვე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედის შიგნით. ხო და ისეთ რა მომეწონა, რომ ერთი დადებითი რა აქვს, რომ ამ დროს შეუძლიათ, რომ ინვიტრო განაყოფიერების დროს, აი გენეტიკური დაავადებებისგან თავი დაისხვიონ და როდესაც წარმოგიდგენიათ გენეტიკური ძალიან რთული გენეტიკური დაავადებები, როცა არის წყალში შეინიშნება და არის საფრთხე, რომ ეს ბავშვსაც გამოუვლინდეს,
იმიტომ განაყოფიერების დროს შეიძლება შეირჩეს ისეთი ემბრიონი, რომ თავიდან იქნას არიდებული რთული გენეტიკური დაავადებები. ეს ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ზოგჯერ ეს არის ხოლმე გადაულახავი პრობლემა და ხშირად თვითონ ირჩევენ, წყვილი ირჩევს, რომ ზუსტად ეს იყო რეპროდუქტოლოგიის გარეშე პრობლემა, როდესაც ბუნება თითქოსა თავს იცავდაო და ესეთი სიცოცხლის უნარმოკლებული სპერმატოზოიდები, რომლებიც ხშირად ატარებდნენ გენეტიკურად ჯანმრთელ ინფორმაციას, ვერ ანაყოფიერებდნენ ასევე არაჯანმრთელ საკვერცხეს და იყო ერთი თაობა, რომელიც საკმაოდ ტრაგიკული იმით წამოვიდა, საკმაოდ ხშირი გენეტიკური პათოლოგიები, ზუსტად ხელოვნური განაყოფიერება. დღესდღეობით იმდენად სრულფასოვნად ხდება ამის შესწავლა, რომ პრაქტიკულად გამორიცხულია და თან დღეს უკვე ინვიტრო განაყოფიერებას შემდგომ იბადებიან ბავშვები და სხვათა შორის ბევრი ტყუპი მათ შორის, იმიტომ რომ ხელოვნურად ხდება მომწიფება და ერთდროულად 2-3 ნაყოფი შეიძლება დედამ თავისუფლად ატაროს. ნუ რა თქმა უნდა, ამდენად ეს პრობლემა მეტნაკლებად მოგვარებადია, თუმცა საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა, ყველა წყვილი ვერ მიმართავს, ესეც ხომ არის. და თან დედობის განცდა ზოგიერთ კიდე საკუთარ მუცელში უნდა რომ ეს ნაყოფი ატაროს და მიიყვანოს ბოლო თვემდე. მაგრამ ჩვენ კიდე ერთი ძალიან დიდი და ესეთი ცნობილი პრობლემა გვაქვს. ხანდახან პრობლემა იწყება არა მაშინ, როდესაც წყვილი გადაწყვეტს, რომ შვილი იყოლის, ანუ ბევრად ადრე, როცა მენსტრუაციული ციკლის დარღვევა აღინიშნება. და შეიძლება თუ არა ზოგადად ჰორმონალური დისბალანსი გახდეს მიზეზი მენსტრუალური ციკლის ფონზე მიმდინარე სხვადასხვა დაავადებებისთვის და მოდი ესეც ვკითხოთ ქალბატონ მარინას, როდის უნდა ატეხოს დედამ განგაშის ზარები. იმიტომ რომ აი თუნდაც ცოტა ხნის წინ ჩვენ ქალბატონი თამარ ჩირგაძე ჩავწერეთ გინეკოლოგი, თამარმა გითხრა ფრაზა, რომ ტკინეული არარეგულარული მენსტრუაცია არ არის ნორმა. და ხანდახან პრობლემა არა გინეკოლოგიური, არამედ ექსტრა გინეკოლოგიური და პირველად აქ ენდოკრინული სისტემა სახელდება. და ისევე როგორც ორსულობამ შეიძლება გამოავლინოს ენდოკრინული პათოლოგიები, ასევე შეიძლება არასწორმა მენსტრუაციულმა ციკლის დარღვევა მასე ვთქვათ აღმოაჩინოს, რომ ბავშვს თუნდაც იგივე ფარისების პრობლემაა. და ახლა ზუსტად ამენორეა არის ხოლმე ზოგჯერ საერთოდ არ არის მენსტრუალური ციკლი არ დგება. ზოგჯერ ვთქვათ ძალიან დროში გადადის და ვთქვათ გვიანი იწყება. არ არის რეგულარული, თავიდან შეიძლება იყოს სანამ ვთქვათ ჩამოყალიბდება, მაგრამ ზოგჯერ არის რომ ეს არარეგულარული მენსტრუალური ციკლი იღებს სისტემატურ ხასიათს და წლების მანძილზე გრძელდება. ესეც ხოთაშორის ძალიან ძლიერი ტკივილები ახასიათებს ენდომეტრიულსაც და ანუ ენდომეტრიული ქსოვილი თუ არის განვითარებული და ამიტომ ეს ტკინეულობა. გარდა ამისა ეს შეიძლება ტოქსიური სახით ვლინდებოდეს ღებინები, გულის რევის შეგრძნები და ამ შემდეგ, რომელიც არ არის რა თქმა უნდა ნორმალური ჩვენ მივეჩვიეთ რომ ბებიებიდან და ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული, ვამბობთ რომ ზოგს აქვს მტკნეული ზოგს, მაგრამ რეალურად ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი და წესით არ უნდა იყოს ტკინეული, უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, ეს არის idеალური შემთხვევა. და ამიტომ როდესაც ეს idеალური შემთხვევა როგორც სასურველია, რომ სასურველი საჭიროა და აუცილებელია რომ ექიმს მიმართოთ ექიმს უფრო ადრე, ვიდრე ვთქვათ თუნდაც რუტინული ეკოსკოპიის გაკეთებით, როდესაც ულტრასონოგრაფიული კვლევით ჩანს რაღაცა ისეთ რა ექიმი რეპროდუქტოლოგი ასევე სხვა რაღაც განაყოფიერებითი გამოკვლევების გაკეთება შეუძლია მას და ან ვთქვათ დაკვირვება ტემპერატურისგან და ასე შემდეგ და უამრავი მეთოდი არის, რომლითაც საშუალებითაც ის რაღაც გარკვეულ აზრს ჩამოიყალიბებს და შეეცდება რომ დააკორექტიროს. მით უმეტეს საშუალებები არსებობს დღეს ძალიან კარგი უამრავი მიდგომა არსებობს, რომელიც თავიდანვე დაასხოს ადამიანს, რომ მომავალში ასეთი სერიოზული განსაცდელის წინაშე არ დადგეს. და სხვათა შორის კიდევ ძალიან ბევრი პირადადაც მე მინახავს პრაქტიკაში, ეს არის თუნდაც კვებითი აშლილობების ფონზე მიმდინარე ამენორეა, იგივე ბავშვებში, რომლებიც ცდილობენ რომ დაბალი წონა ჰქონდეთ და რაღაცა და ხანდახან მშობელი მოდის ბავშვთან ერთად, ნუ ბავშვი ამ შემთხვევაში ხშირად გარდატეხის ასაკისაა და აღმოაჩენთ ხოლმე თითქმის 1 წელია არ აქვს ციკლი და შეიძლება ოჯახმა არ იცოდეს ამის შესახებ. ესეც ასევე პრობლემაა და მე შემდგომში კიდე რაცულებებს გამოიწვევს, იმიტომ რომ ხანდახან უკვე საშუალო ინვოლუციაშია და ასე შემდეგ. პრობლემა საკმაოდ შეიძლება თქვენ ახლა თქვით წონის დეფიციტი, ხო? აი სტატისტიკურად უკვე დადგენილია, რომ
თუ 18.5-ზე დაბლა არის წონის ინდექსი, მასის ინდექსი, უკვე არის საფრთხის ქვეშ რეპროდუქციული ჯანმრთელობა. თუ თქვათ მაინც დადგა ორსულობა, ხო? აი 72%-ში ასეთ პაციენტებში ხდება თქვათ მოშლა ნაყოფის დაკარგვა და ძალიან მტკივნეული თემა არის, იმიტომ რომ იმ თქვათ მასის დეფიციტსაც თავისი ცხოვრები აქვს, როცა უკვე თქვათ ის გადადის პათოლოგიაში. რა თქმა უნდა, სიმსუქნე არის ეს ცნობილია და ახალი არაფერი არ იქნება თუ ვიტყვი რომ ერთ-ერთი პირველი რისკ ფაქტორი არის იმისთვის რომ თქვა დადგეს ორსულობა ასევე მამაკაცებში სხვათა შორის სპერმატოგენეზს ძალიან თრგუნავს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი და ეგ მთელი მექანიზმია და მაგ მექანიზმზე თქვენ არ შეგაწუხებთ თვითონ ეს დარღვევებიც იწვევს ხშირად წონის მატებას მამაკაცებში მატებას და კიდე არის თქვა მეორე სასქესო აი თქვა გარდა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა თქვა ის იგივე სასქესო ორგანოები წარმოქმნიან ისეთ ჰორმონებს რომლებიც უკვე მეორე სასქესო ნიშნებს განაპირობებს თქვა იგივე თმიანობა ხმის ტემბრი და ასე შემდეგ გარდა ტექსტასში განსაკუთრებით როცა ბიჭს უკვე ეძდება მკერდიც და ხანდახან არის ხოლმე რომ იცით ერთ სტიგმას მივაქცევ კიდე ყურადღება რაღაცნაირად არ ვიცი ქართველებს გვაქვს ზოგადად უყვართ პუტკუნა ბავშვები და ითვლება რომ ისინი უფრო ჯანსაღები არიან უფრო საყვარლები ვიტყოდი ამ სიტყვის და ხანდახან ისეთ ოჯახიც უწყობს ხელს რომ ბავშვი დიდი წონის იყოს რაღაცნაირად ყოველთვის არ უწყობს ხელს რომ დაიბნოს ეცით რა აი ჩვენ ახლა დიაბეტის დროსაც ვახსენეთ და ვთქვით რომ აი სხვათა შორის ძალიან უყვართ ხოლმე დედებს განსაკუთრებით ახალგაზრდა დედებს იმაზე ამით ამაყობენ რომ თქვათ მისი შვილი 5 კილო დაიბადა და ძალიან ცნობილი თემა ეს არის ძალიან დიდი რისკი და იმიტომ რომ დიაბეტთან დაკავშირებით ბავშვებში დედისთვისაც ხო რომ ორსულობის შემდეგ შეიძლება თქვათ დიაბეტი განვითარდეს ან ბავშვში ან მშობლში ან ორივე შეერთებით ამიტომ ჭარბწონა მე არ მიყვარს და სულ ყოველთვის ჩემს პაციენტებს ვურჩევდი ხოლმე რომ არ გაასუქონ ნაყოფი, ივარჯი, შონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობ. აი სხვათა შორის ჩვენ საუბრობდით მკურნალობაზე, რაღაც შევეხეთ ოდნავ, ხო? და აი ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ანუ ვარჯიში, სწორი კვება არასტრესული გარემო, ესე ჩაატარეს. სხვათა შორის ორსულობა ძალიან კარგად მიდის და ბავშვი ძალიან კარგად ჯანმრთელად და ბედნიერად ევლინება სამყაროს. ხო ესეთი დედიკოს ამცელში. რომელი ჰორმონალური ანალიზები უნდა ჩაიტაროს ადამიანმა უშვილობის პირველადი შეფასების ეტაპზე და კიდე ერთი კითხვა მინდა დაგისვათ ხშირად აქვს ხოლმე პაციენტებს პრობლემა ვიცი ენდოკრინოლოგიაში ზოგიერთი ანალიზის დანიშნის და უდიდესი მნიშვნელობა კვებამდე, კვების მერე კონკრეტულ საათებს, აი თუნდაც როცა დიაბეტს იკვლევთ ხო და პაციენტებისთვის ეს ცოტა მიუღებელია და ისე ადვილად აპედლებენ ამ დროის შუალედით და კედილით მითხრა რომ აღვიღო ანალიზი, მაგრამ რა მოხდება? მიდის ლაბორატორიაში, აი ჩვენი ლაბორატორიის ხელმძღვანელისგან ვიცი და ვეკითხებით ნაჭამი ხართ? ნუ არა, არ არის ნაჭამი, მაგრამ მე აღმოჩნდება რომ აი რაღაცა ბუტერბროდი აქვს შეჭმილი და ეს დავშვა და რამდენად მნიშვნელოვანია აი აქ მინდა გითხოთ მომზადებას და იმ რეჟიმის დაცვას და ზოგადად პირველადად თუ არსებობს რამე რუტინული ანალიზები, რაც უშვილობით დროს გვაინტერესებს მათი შედეგები. ასეთ რაღაცებად იკვლევენ ხოლმე პირველი რომ ჯერთი ფათვი იგივე ციკლთან დაკავშირებული შეკითხვები აქვთ ხოლმე მამაკაცთან. ნუ შესაბამისი შეკითხვები, მაგრამ ეს რაც თქვათ ანამნეზს შეეხება რა კრებავენ და ესაუბრებიან პაციენტს, მაგრამ თვითონ გამოკვლევების დროს ესეთ რა აუცილებლად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას იკვლევენ, აუცილებლად. სწავლობენ კიდევ ანტისხეულებს ფარისებრი, იმიტომ რომ ანტისხეულები ფარისებრი ჯირკვლის მიმართ თუ არის და თქვათ იგივე თირკმლის და ჯირკვლის მიმართ ეს ანტისხეულები ასეთივე ტენდენცია მე შეინიშნება ხოლმე რეპროდუქციულ სისტემაშიც. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე ჰიპოთირეოზის თქვათ გავლენა. მე ნახულობენ პროლაქტინს, აუცილებლად პროლაქტინის ანალიზი გეთდება. ისეთ რა მე საინტერესო რა ალბათ ეს ცნობილი ფაქტია ეს სამედიცინო სფეროში და ამ სფეროში მომუშავე ექიმებისთვის, მაგრამ შეიძლება პაციენტებმა არ იციან, რომ აი D ვიტამინი, რომელიც ძალიან გავრცელებულია D ვიტამინის კვლევა, D ვიტამინის ანალიზიც უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ D ვიტამინის
ნორმალური რაოდენობა აუცილებელი არის ნორმალური რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კიდე რა ვთქვით, ხო, აი და შეიძლება ვთქვათ, იგივე ეხოსკოპიას, იგივე ვთქვათ, მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, საშუალო შიდა გამოკვლევები არსებობს უკვე იღებენ შიგნიდან მთლიანად სურათს ამ საშუალო. ასევე ხდება მისი ნაცხის აღება და თქვა იმის გამოკვლევა და ასე შემდეგ. აი უამრავი და სპერმასთან დაკავშირებული სპერმის თქვა რაოდენობა და წყალში მიმდინარეობს ეს წყალში აუცილებლად, იმიტომ რომ შეიძლება თქვა პათოლოგია აღმოაჩნდეს ქალს თქვა გოგონას, მაგრამ თუ ჩვენ ამ კურნალობთ მას და მამაკაცი არ შეგვიმოწმებია, მაშინ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ წყალში ისინი მხოლოდ წყალში წარმოშობენ ახალ სიცოცხლეს და წყალში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის კვლევა. ბუნებრივია ეს. რამდენად მნიშვნელოვანია სხეულის მასის ინდექსი და ცხიმოვანი ქსოვილის, ასე ვთქვათ, განაწილებაც ასევე ვიტყოდი ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში, ზოგადად ცხიმოვანი ქსოვილის არსებობა ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში უშუალობის შესწავლის დროს. და მოდი კიდევ ერთ კითხვას ჩაგეკითხებით. იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან ისეთი საინტერესო და ახლო არის, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენგან ამასაც სიამოვნებით მოვისმინდი გაცხიმოვნების ტიპებთან დაკავშირებით. ეს ფენომენია ხანდახან თქვენ ვიცი რომ ვიზუალურადაც უკვე ხვდებით ენდოკრინოპათი რომელი ადამიანია, იმიტომ რომ ენდოკრინოლოგიისთვის სხვადასხვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თქვათ ლაბორატორიულ პასუხებს, ანუ ეს ისეთი მიმართულება. მაგრამ კიდე რაღაცა გაქვს მეხუთე თვალის სადღაც 2-3 აღარ ვიტყვი და მეხუთეს ვიტყვი პაციენტს იმ მომენტიდან, როდესაც ის ჩვენთან კონტაქტში შემოდის. კი, რა თქმა უნდა, ცხიმოვანი ქსოვილის განაწილება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იგივე თქვათ სასქესო ჰორმონები თქვათ განაპირობებენ იმას, როგორ გადანაწილდეს ცხიმოვანი ქსოვილი ქალის ტიპი და არსებობს და მამაკაცის ტიპი არსებობს. აი რაც შეეხება თქვათ იგივე ჩვენ დიაბეტი გავიარეთ, ვისაუბრეთ დიაბეტის გადანაწილება კიდევ სხვა არის. აი გულსის სარღვთა და თქვათ მუცლის გარშემო წერილობა, აბდომინალური ტიპი რამდენად უფრო მნიშვნელოვანია თქვათ გულსის სარღვთა დაავადებების შეიძლება დაორსულებას არ შეუშალოს ხელი, მაგრამ ორსულობის დროს აუცილებლად იქნის პრობლემა. უშლის. თუნდაც წარმოგიდგენთ ორსულობასაც უშლის, მით უმეტეს მამაკაცების თქვათ ნაყოფიერების უნარს, სპერმატოზოიდების აი ჯანსაღი სპერმატოზოიდების რაოდენობას, მათი უნარს განაყოფიერონ, თუ ძალიან აქვეითებს ძალიან, როგორც რაოდენობას, ასევე მათი განაყოფიერების უნარს აქვეითებს ცხიმოვანი ქსოვილი და ეს ზუსტად ცხიმოვანი ქსოვილით არის გამოწვეული ის დაქვეითება. ეს ერთი და ქალებშიც რა თქმა უნდა ჩვენ ახლა წეგან წონის ინდექსის დაბალ მაჩვენებაზე ვისაუბრეთ და გაცილებთ უფრო სახიფათოა მაღალი ინდექსი, ანუ ამ მხრივ რეპროდუქციის რეპროდუქციული ჯანმრთელობის მხრივ რა თქმა უნდა ან წონის კორექცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის, როდესაც ჩვენ გვაქვს პრობლემა ანუ უშვილობასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის დროს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვათ პაციენტი დავსვათ დიეტაზე და კაცრ დიეტაზე და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი უნდა იქნას მიღებული, რაც საჭირდება ორგანიზმს, უნდა იყოს ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ვარჯიში, მაგრამ აი ნუ ის საკვები პროდუქტები, რომლებიც უშუალოდ წონის მატებასთან არის დაკავშირებული, ისინი აუცილებლად უნდა იყოს ამოღებული. ძალიან საინტერესო კვლევა მაქვს აბდომინალურ გარშემოწერილობის თან დაკავშირებით წაკითხული, როდესაც გავეცანი ამ კვლევას, როდესაც ნახე, რომ უკვე ოფიციალურად ამბობენ რეპროდუქტოლოგები, რომ ქალბატონები, რომლებსაც საწყის ეტაპზე ჰქონდათ აბდომინალური გარშემოწერილობის არასასურველი თანაფარდობა, ეს წელიწადოს თანაფარდობა, ანუ აბდომინალურ სიმსუქნეს, რასაც ჩვენ ვეძახდით, ორსულობის პერიოდში უფრო ხშირად ავლენენ არტერიული ჰიპერტენზიისა და ეკლამპსიისკენ მიდრეკილებას. და აი ალბათ აქ უკვე მართლაც ენდოკრინოლოგიის საწყის ეტაპზეც და ბოლო ეტაპზეც ჩართულობა კარდიოლოგთან და მთელ რიგ სპეციალისტებთან ერთად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ის ორსულია, რომელიც მუდმივად მეთვალყურობის ქვეშ უნდა ყავდეს. და ორსულთა დიაბეტი.
ეს ნუ პირდაპირ მიღმული არის აი ამ კი ბატონო მასის ინდექს და რომელიც ხშირად იწვევს ამ დიდ ნაყოფს არა როგორც თქვენ ძალიან ნაყოფს და ზოგადად დიაბეტი ხო ჩვენ გვხვდით რომ ძალიან ზაკვარი და იგივე აზრზე ვჩებით და დედა დიაბეტის ტყვეობის ქვეშ და ამ დროს ვთქვათ ის ატარებს ახალ სიცოცხლეს ეს ძალიან რთული შემთხვევა არის და განსაკუთრებულ მართვას მოითხოვს. ამიტომ ისეთ რა მე ასე ვფიქრობ რომ თუ ძალიან ბევრი წარმატებული შემთხვევა არსებობს და ბევრი დედა შესანიშნავად ახერხებს არაერთგზო პირველი ტიპის დიაბეტი. ესე კი პირველი ტიპის და რა თქმა უნდა ინსულინით მკურნალობის რა თქმა უნდა ეს პრობლემას არ წარმოადგენს ვთქვათ თუ რა თქმა უნდა ის არის შესაბამისი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და ასრულებს შეამსუბუქა მდგომარეობა აი ამ პორტატულმა აპარატებმა რომელიც ხელმისაწვდომია თვითონ ანალიზატორები რომელსაც თვითონაც გლუკომეტრების სახით და მე მგონი ენდოკრინოლოგია მართლა სასწაული ნახტომი გააკეთა ამ აპარატის ასე ვთქვათ გამოგონების მერე პაციენტისთვის. იმიტომ თანამედროვეების დაავადება არის ეს და ანუ ცივილიზაცია მოიტანა. ადრე არ იყო დიაგნოსტიკა, რა ვიცი, შეიძლება დიაგნოსტიკის პრობლემაც ადრეს რომ ამდენია, მაგრამ ალბათ ცხოვრების რეჟიმად შეცვალა, ასე ვთქვათ, გარემომ ჩვენი ცხოვრების რეჟიმი და ეხლა კიდე ერთ საჭირბოროტო და მძიმე თემას მივადექით, ეს არის სტრესი. სტრესი როგორც მიზეზი, აი ამ უშულობის კორტიზოლის დრონის დარღვევა და რეპროდუქციული შესაძლებლობების შემცირება. ძალიან ადვილია მოუწოდოთ პაციენტს სტრესიდან თავი ავარიდოთ, მაგრამ ძალიან რთულია ხო მართალია დღევანდელ რეალობაში. მაგრამ ისეთ არის ჩვენ საუბრობთ რომ ეს ზოგი თქვათ ცდილობს რომ თავი დაიცვას არასასრულებელი ორსულობისგან, მაგრამ აი თუ ჩვენ ნახავთ წყვილებს, რომლებიც აი იბრძვიან და სხვათა შორის არ უნდა დაყარონ ფაქტმალებს, თუნდაც წლების მანძილზე გრძელდებოდეს. თუ გადაწყვეტილი გაქვს ადამიანს და შენ გაიხადა შენს მიზნად, რომ აუცილებლად ახალი სიცოცხლე წამოვიდეს შენგან. ისეთ რა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ეს პასუხისმგებლობები გაითავისოს და ვთქვათ, იგივე აი ყველაფერი, იცით, გამონათქვამიც არსებობს, რომ განსაკუთრებით ქალების ძალიან მჯერა მე მამაკაცებიც ახლა წყვილებში ყოველთვის ისეთ წყვილს არჩევენ ქალები, რომლებიც გაუწევენ შესაბამის პარტნიორობას. ცხადია, მაგრამ აი დედობა კიდევ უფრო სხვა ფენომენია და რაც არ უნდა სუსტი იყოს ქალი დედა მაინც ძლიერია ყოველთვის და აი დედობის სურვილი იმდენად მაღალი უნდა იყოს ის ფარავდეს უნდა დანარჩენს ყველაფერს და ანუ ამან უნდა განაპირობოს ის რომ ჩვენ შეუძლებელი შევძლოთ. იცით სხვათა შორის ახლა გამახსენდა არ ვაპირებდი ამის მოყოლას, მაგრამ მოდი მოვყვები. იცით ერთ-ერთ აბორიგენებში ერთ-ერთი ტომი ნახეს, რომელიც სადაც მოხსნილი იყო სრულიად ტკივილი მშობიარობის დროს. და მეცნიერები დაინტერესდნენ და დაიწყეს შესწავლა, რამ შეიძლება განაპირობოს, რომ ქალს არ ქონდეს საერთოდ არანაირი ტკივილი მშობიარობის დროს. რამე განსაკუთრებული აღნაგობა ქონდათ მათ, თქვა, თუ რატომ ხდებოდა. და აღმოაჩინეს, რომ ამ ტომში იყო დედის კულტი. და დედად გადაქცა დედად იმხელა ბედნიერება იყო ეს იყო ჯილდო და აი ამ ჯილდოს ისე იღებდნენ ისინი რომ ყოველგვარი ფსიქოლოგიურად გადაფარული იყო ეს ტკივილი. ანუ იმის თქმა უნდა სურვილი რამდენად დიდი ეგიდან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ადამიანს და ქალს განსაკუთრებით იმიტომ რომ ქალი აღერთი სამყაროს რა ვქნა ძალიან მიყვარს ჩემი სქესი თვლი რომ ყველაფერი ხელეწიფება თუ ის მოინდომებს და აი დედობის სურვილი კიდევ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კეთილშობილური სურვილია ქალში და აქედან გამომდინარე აი ყველა ქალს მინდა უსურვო რომ ეს ვისაც აქვს ასეთი შეუსრულდეს ეს სურვილი და ნამდვილად დადგეს დედობა იმიტომ რომ მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით რომ ყველაზე ბედნიერი წუთი ის არის წუთია როდესაც შენ პირველად ეხები შენში და ამას ორგანიზმიც განაპირობებს. ამას ხომ ორგანიზმიც ბუნებაც განაპირობებს. იმის შესაძლებლობა დგება დედა გლუს, იმიტომ რომ ეს ჰორმონალური სხვა სურათია აბსოლუტურად იგებს ბედნიერების განცდას. ხო ეს ოქსიტოცინის ეფექტი და განსაკუთრებული ეფექტები მთელი ცხოვრება მიყვება. მე შემდეგი კითხვა მინდოდა დამისვა ენდოკრინული უშუალობის პრევენცია როგორ შეიძლება მოვახდინოთ და პრაქტიკულად გამცა ქალბატონმა მარინამ პასუხი მართლაც ის ბედნიერებას თუ შევქმნით რა თქმა უნდა იქ ენდოკრინოლოგის ჩართულობა დროული დიაგნოსტიკა ყველაფერი მაგრამ თუ
თუ ამ ყველაფერს არ ახლავს სიმშვიდე, ბედნიერება და დედის მიმართ და ალბათ ამიტომაც ჩვენისთანა პატარა ერებს, რომლებიც ძალიან ბევრი ვეცადეთ, გავსდილიყავით რაოდენობრივად, მაგრამ რაღაცა ამ ბოლო დროს მონაცემები ისე რუდის დაბლა წამოსვლაზე მიუთითებენ. ალბათ ყველა ორსულს უნდა, ესე ვთქვათ, ანგარიში გაუწიოთ, დავეხმაროთ, მივეფეროთ ყველანაირად, იმიტომ რომ დღეს ჩვენი ყველა ადამიანი გვაწერია, ასე ვთქვათ, ხომ მართალია და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ცხოვრების წესის ცვლილება, კვება, ფიზიკური აქტივობა, თქვენ წეგან ახსენეთ, რომ მნიშვნელოვნად ცვლის არა მარტო ჰოლისტიკურად დამთავრება საუმჯობესებს, არამედ ფილოსოფიის უნარსაც ზრდის და ბოლო-ბოლო დედობა მართლა მარტო დაურსულება არ არის, კიდე ის ულამაზესი ცხრათვია, როცა მასში ახალი სიცოცხლე იფურჩქნება. მარტო დედაზე არის, ხოთაშა ეს სპერმატოგენეზზე თუმცა ისე მოქმედებს ფიზიკურად მამაკაცი კვირაში მინიმუმ 2-3 ჯერ მაინც უნდა იყოს ფიზიკურად დატვირთული, თქვა რაღაც კალკულატორში შეცვლას თუ უნდა რომ თქვა სპერმატოგენეზი გაზარდოს და თქვა ანუ ისეთ რა მიზეზები ძალიან ბევრია და თქვა არ იქნება რთული რომ ვისაც თქვა აბსოლუტური ექიმი მოძებნობს სკოლები, სადაც საზღვარგარეთაზე ჩვენთანაც იყო მცდელობა ბევრჯერ გაიკეთებინათ და სულფასოვნად ძალიან დიდი წარმატებას უსურვებს ვინც აპირებს ამას, სადაც მამაკაცი ისეთივე ჩართულია, იმიტომ რომ შვილი არ არის ერთგვარი პასუხისმგებლობა, ხო მართალია? არა მარტო ის მშობიარობაზე ადგას მამაკაცი ქალბატონს გვერდზე და ეხმარება, არამედ აი უკვე შემდგომ პერიოდში მამას უპასუხებლად უნდა იგნოს ეს ბედნიერება, რაც არის და ეს პასუხისმგებლობა ბედნიერების გარდა დიდი პასუხისმგებლობა. ნამდვილად მე თვითონ ჩემი შვილი და ჩემი სიძე დადიოდნენ ასეთ სკოლაში, ბრიტანეთში ცხოვრობენ. არის ესეთი სკოლა და სადაც წყვილები და დღემდე სხვათაშორის ჩემი მისი შვილი, ჩემი შვილი 3 წლის არის, მაგრამ დღემდე აგრძელებენ მეგობრობას, იმიტომ რომ ჯგუფი შედგა, სადაც წყვილები მივიდნენ პირველად და სწავლობდნენ რა უნდა, როგორ უნდა მოიქცნენ, თქვათ როგორ უნდა მოუაროს მეუღლემ ორ სულს, ერთმანეთი როგორ უნდა დაუჭირონ მხარი, მე უკვე ბავშვთან ეგრეთ წოდებული საპორტმენტები აქვს, როგორც ხედავ, სადაც 24 საათი შეუძლიათ, იმიტომ რომ ახალშობილი ბავშვის დედისთვის არ არსებობს დილა და საღამო, ხო მართალია და ხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ბევრი რამ, რაც ორსულმა არ იცის, როგორ მართოს თავისი ორს მithumetes პირველად, როდესაც ხდება მშობიარობა და არა მარტო პირველად, სხვათაშორის არსებობს მრავალი ნამშობიარები ქალბატონები, რომლებიც მაინც არ იცავენ იმ რეჟიმს და თუნდაც სიგარეტსაც მოწევს და თუნდაც იმ გარემოში ხდება, სადაც კარგი რომ ახსენეთ თქვენ. აი ეს მარიხუანა და თქვათ ოპიატები რა, ეს ძალიან უარყოფითად მოქმედებს როგორც სპერმაზე, ასევე პასუხჩეზე. ეს უკვე შესწავლილია და დამტკიცებული არის. და თქვა გარემო პირობები, საქართველოში სამწუხაროდ არ არის ქიმიური საშუალებები, თქვა ცარეცხლის საშუალებები. ისეთ რა ან ზოგი ამბობს ის მე აი მოთხოვნილება მაქვს და უნდა მოვწიო სიგარეტი. ისეთ აი თუ მე ასე ვფიქრობ, რომ აი თქვა ისე საფრთხები თუ კარგად არ მინდა ახლა ძალიან ბევრი ახლობელიც არის, რომელიც ასე ფიქრობს და არ მინდა რომ რაღაც ისე მკაცრად და რაღაც თქვა, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, რომ ამართლებს და თქვათ იგივე მწევლდებას ჯამთელიშვილი უჩნდება. არის ასეთი შემთხვევები, როგორ არა, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს ნორმად, იმიტომ რომ ამის პროპაგანდა ყოველთვის ნამდვილად არასწორი იქნება. ნამდვილად ხო, ანუ ის რომ ერთეულ შემთხვევაში თქვათ რაღაცა არ გართულდა და რაღაცა ცუდი შედეგი არ დადგა, არ ნიშნავს, რომ ეს მისაღებია. ანუ ამის თქმა მინდა, თორე დანარჩენი ხა ყველა თვითონ მიჩნევს მე ვერავის ვერ აუკრძალავ, რომ არ მოწიო და რაღაც, მაგრამ ისეთ რა, აი უბრალოდ ძალიან მარტივი რაღაცა დღეს მithumetes იძებნება Google-ში და ინტერნეტში და ყველგან, რომ აი რა გავლენას ახდენს ნიკოტინი ნაყოფზე. უბრალოდ არნე და დაგუგლონ და ძალიან სწორი მოწოდებაა. მე თვითონ მიხვდებიან. მარინა, მამის მხრივად ძალიან კაია თქვენ რაც ახლა გააჩვენეთ. არა მარტო ისო სპერმატოგენეზე, მოკლედ თუნდაც სიგარეტ თამბაქოს მოწევაზე იყო საუბარი. როცა დედა ამ გარემოში მიდის და იმყოფება ორსულობის 9 თვე, როცა ახალშობილი ბავშვი ძალაუნებურად მამა, რომელიც თუნდაც ქუჩაში ეწევა, ტანსაცმელზე არის თამბაქოს სუნი ნარჩენები, ხო, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არც ნაყოფისთვისაა კაი და არც დედისთვის კარგი. აქედან გამომდინარე, თუ მამები, რომლებიც გეგმავენ რომ გახდნენ მამები, ასე ვთქვათ, ახალგაზრდები,
თავში იკავებენ და ზოგადად ეს ჩვევა არავისთვის არ არის კარგი, ხო მართალია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მათ ეხლა ჩანადათ ელექტროსიგარეტმა და გვეუბნებოდნენ რომ თავიდან კი ბატონო და თავიდან გვეუბნებოდნენ და ძალიან ბევრი ორსული თამამად ეწევა და ამბობს რომ თამბაქო არ არის ამაში და არ არის საფრთხე, მაგრამ არანაირი კვლევა ამას აღარ ადასტურებს პირიქით. პირიქით, ეხლა უკვე დაიდო მაგაზეც მონაცემები და ანუ ელექტროსიგარეტი კიდევ უარეს საკითხი. საინტერესო ის არის რომ ადამიანის გვახასიათებს ერთი რამ ისაც ახალია და ტრენდულია, სანამ კვლევები დადებს პასუხებს, მანამდე ძალიან აქტიურ თუნდაც ჩემს სფეროში, თქვენს სფეროში პრეპარატებიც ესეა, ხო? და ხანდახან აღმოჩნდით ხოლმე რომ ვიზუალი გამოცდილი შეიძლება ბევრად უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე რაღაცა ახალი მარკეტინგურად. აი ესე იყო ეს Philips-ის კომპანიის შემოტანილი ელექტროსიგარეტები, რომლებიც თავიდან გაგვირეკლამეს როგორც ალტერნატივა მოწევის მიტოვებისთვის, აღმოჩნდა მერე თავისთავად ახალი მიჯაჭვობის პრობლემის რამდენადაც უცი უფრო ძვირადღირებული მიჯაჭვობის საბაბი. მაგრამ თქვენი პრაქტიკული გამოცდილებით რომელი ენდოკრინული დაავადება არის, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად რევერსირებადი დროული მკურნალობის შემთხვევაში, ამ კითხვას სხვა მიზნის გამო გისვამდით, თორსა შევადგინეთ თქვენთვის. მაინტერესებდა უბრალოდ რომ გადაცემა ფინალში ყოფილიყო ცოტა ისეთი როგორ გითხრათ, უფრო იმედის მომცემი, იმიტომ რომ ენდოკრინული პათოლოგები ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ორსულობა დადგეს, ხო მართალია, მაგრამ არსებობენ პათოლოგები, რომლებსაც ძალიან კარგად მართავს ენდოკრინოლოგია და თუ დედობა არ შეუძლია ბიოლოგიურად გაწიოს ქალბატონს, მაშინ მისი კვერცხუჯიდან დაბადებული პატარა, მისი შვილი შეიძლება ატაროს სხვა დედამ, ხო მართალია, შემთხვევაში თუ მისი ბიოლოგიური ესეთ რა ყინავენ კიდე სათქოთ არის ხოლმე ესეთი დაავადებები, რომელიც შეუთავსებელია ორსულობასთან, თქვათ იგივე აუტოიმუნური დაავადებები, მძიმე ფორმით მიმდინარე. იგივე თქვათ ონკოლოგიური პათოლოგიებისთვის მიმართა ონკოლოგიური შუალედში უწევს. დიახ, შეუძლიათ თქვათ გაყინონ კვერცხუჯრედი ან ასე შემდეგ, რა ვიცი, მაგრამ სხვადასხვა გზები არსებობს. გაჩნია რა დაავადება არის და რა საფრთხეები არსებობს, ხო? აი მაგალითად ჩვენ ახლა კითხულობდი პროლაქტინის გაზრდასთან დაკავშირებით და შეიძლება ორსულობის დროს პროლაქტინის რაოდენობა საერთოდ მაღლა იწევს საგრძნობლად, მაგრამ აი დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ძალიან აეწია პროლაქტი და აღმოჩნდა, რომ პროლაქტინომა, ანუ წარმონაქმნი იყო თავის ტვინში. და ნუ ორსულობის შემდეგ რა თქმა უნდა ოპერაცია დაჭირდა და ასე შემდეგ, ანუ არ არის თქვათ არაფრისგან არ არის დასწრებული ორსული, შეიძლება ორსულსაც დაემართოს რაღაცა ისეთი ორთული გადასატანი, ან შეიძლება მანამდე იყოს. ამიტომ აი თქვათ ზოგი სიმსივნე აგრესიულობით მიმდინარეობს ორსულებში, ზოგი პირიქით ეს ცნობილი ის არის და ყოველთვის ამ შემთხვევაში ონკოლოგის კომპეტენციაა დატოვოს თუ არა ორსულობა და ანუ გააგრძელოს თუ არა ორსულობა. ნუ ყოველ შემთხვევაში კვერცხუჯრედის გაყინვა ახლა ძალიან ამას გახდა. განსაცდომი საქართველოს მოსახლეობისთვის ხო, შედარებით ისეთი, იმიტომ რომ ზოგჯერ არის ხოლმე რაღაცა ეტაპი, თქვათ, ცხოვრებაში, როდესაც აქალი ვერ ახერხებს, რომ თქვათ ან ვერ გეგმას ისეთ აი ორსულობას სჭირდება მართლა დაგეგმა და რატომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ანუ ეს არ არის თქვათ ის რომ მარტო მე სურვილი მაქვს. პასუხისმგებლობის გააზრება. ქალბატონს არჩევანის გაკეთება კარიერად თუ ორსულობა, ხო მართალია, ამიტომ ხშირად უწევთ გადავადება და გადავადება ძალიან დიდი ხანი გრძელდება. აი ეს გადავადება ხოლმე თქვათ აი რაღაც ახალი მეთოდებით რა გაყენოს ასე შემდეგ მეთოდებით შესაძლებელია რომ თქვათ ქალმა ნუ დადგეს მაინც ის დრო, როდესაც ის შეძლებს რომ გააზრებულად და ყველაფერი გადადოს და მიუძღვნას თავის და მართლა აი დედობა მართლა მიძღვნა არის. ანუ მე ძალიან მინდა რომ აი რა კარგი რამე გითხარით. მართლა ესეა რა. მე მინდა რომ აი ენდოკრინოლოგია ყველაფერი თქვათ სხვა დაავადებები და ასე შემდეგ. მაგრამ აი ერთადერთი რაც უნდა პირველი რასაც მიყავს ეს პროცესი თქვათ დედად ან მშობლად გახდომ ეს არის საკუთარი თავის მიძღვნა და ასეც არის ბუნებამ ასეც ჩადო რომ ჩვენ როცა წავალთ ჩვენი შვილები რჩებიან ხო ამიტომ ჩვენ უნდა ყველაფერი მივცეთ რომ ჩვენ რო წავალთ ჩვენ ღირსეული თაობები დავტოვოთ და ეს არის ფიზიოლოგიურადაც მიძღვნა არის და სულიერადაც მიძღვნა არის სრულიად მიძღვნა არის არაფერს არ იტოვებს მშობელი, როდესაც ამას წყვეტს და ამას ახორციელებს. მაშინ დგება ზუსტად ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდა, რომ დადგეს.
საუკეთესო შედეგი. ამ სიკეთეს ვერასოდეს ვერ ვიხდით, ხო მართალია ჩვენ დედიკოებს დიდი შულებთან ვიხდით. ჩვენი შობლების დიდი მადლობა ამისთვის ყველა დედას, გამძლე დედასაც და ბიოლოგიურსაც, იმიტომ რომ მე ვთვლი დედა არ აქვს მნიშვნელობა მხოლოდ იმას ვისი მუცლიდან ვიბადებით და ვისი კვერცხუჯრედიდან, იმიტომ რომ აქ თავარი არა მარტო 9 თვე, არამედ ის წლები, რაც მე გრძელდება. და მინდა ყველა ოჯახს ვისურვო ეს სიყვარული და სიხარული გამოცადოს. ესეთ რა ხო ჩაურთავე ხარ მამაკაცებს რო გული არ დაწყდეთ რომ ძალიან ბევრი კი არა მე ვთვლი რომ აი შემდგარ ოჯახებში თითქმის ყველა მამაკაცი დღეს უკვე ესეთ გასაკეთებს ცდილობს რომ დედებს არ ჩამორჩენ. კი ბატონო, ეს ტენდენცია არის და ძალიან სასიამოვნოა. უნდათ რომ განიცადონ საკუთარ თავზე აი შვილის ყოველ ბედნიერება ისინი მამაკაცისთვის, როდესაც სარძევე კონტეინერი არის ზუზუს ფორმის და მამაკაცი იკიდებს ხარზე მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვმა მამასთან ყოფნის დროს არ იბრძნოს მარტოობა და მამამაც განიცადოს რა არის გარკვეულწილად ეს მომენტი. და ეს მიჯაჭვობა იწყება ისიც საიდან, როდესაც ქალი მშობია, რომ აი დღეს უკვე ძალიან შემოვიდა და დაინერგა ჩვენთან, რომ მამაკაცებს თავაზობენ, რომ დაესწრონ მეუღლეების მშობიარობას. და ზოგი ძალიან ეხლა ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ ქალი ძლიერია და უფალმა იმიტომაც ქალს მისცა ამის უნარი რომ ქალი ბევრად უფრო ძლიერია. რეალურად ჩვენ კი თავს ვაჩვენებთ რომ ჩვენ სუსტები და ნაზები ვართ, იმიტომ რომ სიამოვნებს ეს ყურადღება და ზრუნვა, მაგრამ რეალურად მართლაც ალბათ ასეა ბუნება მასე ამიტომაც მოაწყო. მამაკაცები აი მე მაგის თქმა უნდა მამაკაცები ძალიან კარგად იაზრებენ, რომ გეთანხმებით აბსოლუტურად ესწრებიან მშობიარობას. პირველი მათ აყავთ თავისი შვილი, ანუ პირველი ისინი ჭრენ თავის შვილს და მე აი იმ წუთიდან არიან ჩართულები. ანუ ჭიბლასაც ბევრი მომენტი ჭრის. აი თქვენ თუ გახსოვთ ჩვენს მაგალითად ჩემს ახალგაზრდობაში ასე იყო მიღებული, რომ დედებთან მივდიოდით ხოლმე მშობიარობაში, დედები გვეხმარებდა. დღეს აღარ არის ეს საკითხი, ასე არ დგას. მეუღლეები არსად აღარ უშვებენ თავის მეუღლეებს და უნდათ რომ თვითონ იყვნენ ჩართულები ყველაფერში. ადრე რასაც დედა გვეკეთებდა, ეხლა ქმრები უკეთებენ გოგონებს და თავის მეუღლეებსაც ხო ეხმარებენ, მაგრამ თავარი მაინც ისაა, რომ აი ხელად იმდენად ბედნიერები არიან იმით, რომ ისინი მამები გახდნენ, რომ ძალიან არიან ჩართულები შვილის და ამიტომ აი ეს ჩართულობა კი დაიწყო თქვენ მშობიარობიდან, მაგრამ აი მანამდეც ორივე იბრძვის წყვილი, აი ნამდვილი ჯანმრთელი წყვილი, მე ვთვლი რომ სიჯანმრთელი არ არის მარტო სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედი, სიჯანმრთელი არის სულიერი კავშირი, რომელზეც არის დამყარებული მე ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი დადგება აუცილებლად ისე, როგორც მათ უნდათ, თუ არსებობს ეს თანხვედრა სურვილი და ეს სიყვარული და იმედი, რომ ისინი მშობლები გახდებიან. და ისინი ყოველთვის ამას ერთად მიაღწევენ. ერთად. კი ბატონო, მე მინდა მთხოვო ჩვენი ტელევიზიის პოეტური კეთის, რომ ეს გადაცემა განმეორებით აუცილებლად გაუშვას დედის დღესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველა დედიკოს მოვეფერეთ ამ გადაცემაში მე და მარინა. კარგ მეუღლეებსაც მოვეფერეთ. და კარგ მეუღლეებსაც ასევე თებერვალში ალბათ, როდის არის მამაკაცების დღე, კიდე არ ვიცით, მაგრამ როცა არის ყველა დღე მათია და ყველა დღე ჩვენია. და ვისურვებდი, რომ ეს გადაცემა კიდე გვენახა ისეთი ოჯახის სიწმინდის დღეს, ალბათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ თქვით და მინდა ვისურვო, რომ ყველა ვისაც უნდა იყოს ბედნიერი დედა და მამა, თუ ეს პრობლემა მათ აღმოუცემდება ცხოვრების რაღაც ეტაპზე, თუნდაც მეორე, მესამე შვილის დაგეგმვისას, ნუ რა თქმა უნდა, პირველ შვილზე მით უმეტეს, მოგმართონ აუცილებლად, მიიღონ კომპეტენტური, სწორი პასუხი ქალბატონო მარინა, თუნდაც თქვენთან ვიზიტით. მე ვხვდები, რომ თქვენ მარტო ექიმობას არ ჯერდებით, თქვენ რაღაც ისეთი სულიერი გზამკვლევით ხდებით პაციენტებისთვის და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ კი ბატონო, იმიტომ რომ უშულობის პრობლემასთან მდგარი ადამიანი კიდე სხვანაირად არის, ხო მართალია, რაღაც შეწუხებული გაგონილა, როდესაც მე რეპროდუქციულ ასაკში ვიყავი. აი ეს გადახვევები ნამდვილად არ მეცალა მაგისთვის და ყოველთვის უფრო სწორხაზო, მაგრამ ეხლა მე მაქვს ფუფუნება იმის, რომ აი ამ ხალხანჯერ მოვლენებზე ამ გადასახედიდანაც გავაანალიზო ხო და აქედან გამომდინარე ჩვენ უბრალოდ ჩვენს გამოცდილებას არა როგორც ექიმი, არამედ როგორც დედა და ადამიანი ვცდილობ რომ გავუზიარებო.
თუ ვინმეს რამე გამოცდილება გამოადგება. ასეთთან ერთად ხვდები, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე კარგი შვილებია ხო მართალია და მინდა უსურო ჩვენს ახალგაზრდებს, ვისაც შეუძლია ქართველები ცოტანი ვართ და ნუ დაგვანატრებთ შვილებს და შვილიშვილებს და გამრავლებას და ნუ დაჯერდებით მხოლოდ ერთ შვილს და ორ შვილს, იმიტომ რომ რა ვიცი, მგონია რომ ნამდვილად ვიმსახურებთ იმას, რომ ბევრნი და მეთანხმები ნამდვილად ისეთ რა აი და სხვათა შორის ჩვენ იმასაც უნდა შევეხოთ, რომ ზოგჯერ ადამიანი მარტოა, მაგრამ გამრავლება უნდა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველა ხერხი უნდა გამოიყენოს ადამიანმა, რაც კი არსებობს და რისთვისაც მიუღწევია რეპროდუქციულ მედიცინას, ნებისმიერი ხერხი მისაღებია იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიო, თქვათ და გახდე მშობელი. კი ბატონო და საქართველოს სხვადასხვა წყვილში ხარ, არა ხარ წყვილში, შენ გაქვს უნარი, არა გაქვს უნარი, თქვათ შეიძლება სულ სხვა შვილს ზრდიდე, თქვათ, ან თუ ძალიან გინდა რომ ეს შეასრულო, ხო? ანუ ჩვენ ახლა ცოტა ის მართლა გადახურვასავით გამოგვიდგა, მაგრამ აი მარტო დარჩენილ ადამიანსაც შეუძლია რომ რეპროდუქციული საკითხი თქვათ დადებითად გადაჭრას. თუ მოინდომებს დღეს ასე დგას მედიცინა. მე ისეთი საქართველოს გამიხარდება, სადაც უდედმოვი ბავშვები არ იქნებიან, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანას არ უნდა ყავდეს, არ უნდა კონდეს ბავშვდასახლები და არ უნდა იზრდებოდნენ ბავშვები. ყველა ბავშვი შეიძლება ყავდეს თავისი თბილი ოჯახი და ასე უნდა იყოს, რა თქმა უნდა. დანარჩენში აი ექიმები დაგეხმარებით და სადაც შესაძლებელია რომ თქვენი შვილი ყავდეთ ბიოლოგიურად კი ბატონო და სადაც თქვენი ბიოლოგიური არ იქნება, თქვენი შვილი იქნება, ისიც აუცილებლად და ისეთივე სიტყვა და სიყვარულს მოგიტანს. რა ვიცი, როგორც ჩვენ ალბათ ვეცადეთ ჩვენი მშობლებისთვის მიგვეტანა, ხო მართალია. ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ. უდიდესი მადლობა მარინა ამ ძალიან საინტერესო გადაცემისთვის. თავიდანვე გაგაფრთხილეთ, არ იქნება ჩვეულებრივი გადაცემა მეთქი და მართლა არ გამოგვივიდა, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი თემა იყო ძალიან სხვანაირი. მეორეც ერთი ქალბატონი იყო კიდე სხვანაირი, მისთან ერთადაც ჩაწერა და მესამე ამ ოთახში კიდე ერთი ქალბატონია, რომელმაც გთხოვა რომ ეს გადაცემა ჩაგვეწერა და ისიც განსაკუთრებული დედიკოა. მინდა ბედნიერი დედობა გისურვოთ თქვენს და ჩემთასაც, ჩემ ტელევიზიის მაყურებელსაც. ბედნიერი მამობა. რა თქმა უნდა ყველას და ჯანმრთელად იყვნენ ჩემი პაციენტები. მარინა უღმესი მადლობა და მე იმეც ვიტყოებ, რომ ძალიან მარე საინტერესო გადაცემები დავბრუნდებით. მოგწერეთ, გიპასუხებთ და გადაცემებში გავაჟღერებთ თქვენ კითხვებს. დიდი მადლობა.